ღმერთმა მრავალ აღდგომას დაგასწრო ჩემო ძვირფასებო, განსრულდა ნების კვირა, ჩვენ მაცხოვართან ერთად, ასე ვთქვათ, სულიერად გავიარეთ ის უმძიმესი დღეები, რაც იყო გეცემანიაში ლოცვა, ჯვარცმა, ნერწყვა, გვემა, ყოველივე ის სისასტიკე, რაც ადამიანმა გამოამჟღავნა. აი ამ დღეებში ადამიანი უარესი, საზიზღარი სასტიკე არსება იყო, ვიდრე დაცემული სული არაწმინდა სატანა. ანუ ადამიანმა თავისი სივერაგის, სიბოროტის, თუ კი რამე უმსგავსოება იყო, თავი გამოიჩინა ამით. აი ამ დღეებში შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ჩვენ გვცხვენია, რომ ადამიანები ვართ, მაგრამ ღმერთი სიყვარულია, ღმერთი მოწყალებაა, ღმერთი აღდგომა, სიკეთეა და ყოველივეზე აღმატებულია. არ დაგტოვა ჩვენ ბოროტებაში, არ დაგტოვა რიმსხანებაში, განშორებულებაში და იგი აღდგა მსგავსად წერილისა, როგორც ჩვენ ვკითხულობთ ყოველი წამსის წარმოთქმის დროს. ალბათ დამეთანხმებით ყველა თქვენთაგანი, ვინც იმარხულეთ და ვინც არ იმარხულეთ, ვინც ეზიარეთ და ვინც არ ეზიარეთ. ვისაც საერთოდ რამე კავშირი გაქვთ უფალთან, მოყვასთან, ეკლესიასთან, რომ დღეს სხვანაირია ცა, დღეს სხვანაირია მიწა, დღეს სხვანაირია ღამე, სხვანაირად თენდება, სხვანაირი გამომეტყველებაა თქვენში, სხვანაირი სული გაქვთ, სხვანაირი გული გაქვთ, სხვანაირი ლოცვა იყო დღევანდელი ჩვენი მსახურება. ეს ასე უნდა იყოს ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს არის ღამე, ეს არის დღე, ეს არის პერიოდი, რომელიც ქმნა უფალმა, რათა ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამასა შინა. მე მგონი რომ განსაკუთრებული მდგომარეობაა დღეს, რამე თუ დღეს ჩვენ ამაყნი ვართ, აღარა ვართ ბოროტები, აღარა ვართ საზიზღრები, აღარა ვართ ზარმაცები, აღარა ვართ განკითხვაში, აღარა ვართ, ასე ვთქვათ, ზიზარმაცეში, იმიტომ რომ დღეს არის განკაცებული ღმერთის აღდგომის დღე. ეს არის დღე, როგორც გითხარით, სასწაული. ეს არის ყველა ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული ზეიმის დღე. და მე არ მეგულება ადამიანი დღეს. შეიძლება მას სარწმუნოება ისეთი არ ქონდეს, როგორც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ის შეიძლება ახლა სახლში ჟეს და ტრანსლაციას უყურებს ტელევიზორში, მაგრამ მათი გული სხვანაირად ძგერს, მათი დილა სხვანაირი იქნება, მათი ასე თქვა გამოსვლა ქუჩაში უფრო შედარებით სხვანაირი იქნება და მე ვატყობ რომ საქართველოში და თელ მსოფლიოში დღითი დღე უფრო მეტი ქრისტიანი დადის, უფრო მეტი ადამიანი ასე თქვა წამულობს განკაცებული ღმერთის აღდგომას. განკაცებული ღმერთის აღდგომა არის გასაღები მრავალი საიდუმლოების. აი თქვენ დაუკვირდეთ, რამდენი საიდუმლოებაა ცის ქვეშეთში. ეს უხილავით და ხილულით. ვიცით რომ ეკლესიაში არის 7 საიდუმლოება. ცნობილია თქვენთვის, მაგრამ უამრავი სხვა საიდუმლოება არსებობს, საჯერ ღმერთ ჩვენთვის არ გამოუცხადებია. და აი ამ ყველა საიდუმლოს გასაღები არის დღევანდელი დღე, ანუ მაცხოვრის აღდგომა და თუ რა საიდუმლოებებია, მე ამ ყველაფერს თქვენ გადმოგცემთ, არ გადაგდით, უბრალოდ გეტყვით, რომ აქედან არ წახვიდეთ დაყურების გარეშე, აქედან არ წახვიდეთ ასე თქვა რაღაც დაუკმაყოფილებლები. და მე ამოვწერე 7 ასე თქვა ტრადიციას არ ვღალატობ და ამოვწერე 7 გასაღები იმ საიდუმლოების, სადაც დიდი ხანია ღრნის თქვენ გულს, თქვენ ცნობიერებას. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდა მიატოვა ეკლესია, საინტერესო აღარ არის მისთვის იესო ქრისტე, საინტერესო აღარ არის ლოცვა, საინტერესო აღარ არის ღმერთი, იმიტომ რომ მან დიდი განათლება მიიღო ბრჭყალებში და მას მეტი უნდა ქრისტეზე, ანუ ზე ქრისტე უნდა მას, ზე მოძღვარი უნდა, ზე მოძღვრება უნდა. ის ეზოთერიკია, რაღაც დამალული გაიგო თითქოს, რაღაც წიგნები წაიკითხა და მან უკვე თითქოს მეტი მოითხოვა, ვიდრე მას ჭირდება. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ მათ სულებში შეაღწიოს ამ სიტყვამ და დღევანდელმა ქადაგებამ, დღევანდელმა გასაღებმა, მაცხოვრის აღდგომამ, მათ ცნობიერებაში ძალიან ბევრ კითხვაზე გასცეს პასუხი და პირველი გასაღები საიდუმლოისა, ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ქრისტე აღდგა, ეს არის მარსადამე ჭეშმარიტად არსებობს ღმერთი. და კარგად დაუკვირდით ჩემო ძვირფასებო, უთხოვარი დამადასტურებელი საბუთი რომ ღმერთი არსებობს, ეს არის ის რომ ქრისტე აღდგა. ეს არის ჭეშმარიტება, ეს იხილეს ძალიან ბევრმა წარმართემას. და ყველაზე ნათელ მაგალითს მოგიყვანთ, რომ ის 12 უწიგნური მებადური, ერთ-ერთი მათგანი მოგეხსენია წარწმუნდა შიშთვილივა იუდამ, 11 მათგანი, ერთი ღვთისმეტყველი იოანე ბუნებრივი სიკვდილით აღესვა, დანარჩენი ყველა მათგანი ამტკიცებდა რომ ქრისტე აღდგა. და თუ კი ებრაელები ამბობენ და ამბობდნენ რომ ის მოციქულებმა მოიპარეს და თქვათ მიიმალა და მე ამტკიცებდნენ რომ აღდგა, ყველა მოციქული ეწამა რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა. აი წარმოიდგინეთ, ესე იგი თვითონ რომ მოეყარათ ქრისტე და მათ იციან რომ ეს ტყუილია და აი ტყუილის გამო ეწამება ადამიანი, მე მგონი ეს არის გაუგუნარი სისულელე. ანუ პირველი დამადასტურებელი საბუთი რომ ქრისტე აღდგა, ეს არის მოციქულების მოწამეობრივი აღსასრული და ყველა იმ მარტვილი სისხლი
ვინც ეწამება განკაცებული ღმერთისთვის. თითქმის ყველა მარტვილობა, ყველა მოწამეობა დათმენილი იქნა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა იწყებდა ქადაგებას, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, ის ჯვარს ეცვა და აღდგა მკვდრეთით. ანუ ყველა პავლე მოციქულიდან დაწყებული, ყველა მოციქული ამტკიცებდა და ქადაგებდა ჯვარსმულ ღმერთს და აღდგომილ ღმერთს. ეს დაიმახსოვრეთ კარგად. ანუ პირველი გასაღები აი ამ საიდუმლოისა არის ის, რომ ქრისტე აღდგა და ესე იგი ჭეშმარიტად არსებობს ღმერთი. და პავლე მოციქული ბრძანებს, რომ თუ ქრისტე არ აღდგა, მაშინ ჩვენი სარწმუნოება არის, ასე ვთქვათ, ყველაზე უმცირესი და უაზრობა. რა საბრალოები ვიქნებით მე და თქვენ და მთელი სამყარო, ვინც აღიარებს განკაცებული ღმერთის აღდგომას, თუ ქრისტე მართლა არ აღმდგარა. მაშინ ეს ყველაფერი ყოფილა რაღაცა კლოუნიზმი და ყოფილა რაღაც მირაჟი. დაგვიფაროს ღმერთმა ჩემო ძვირფასებო და თქვენ ხლა რომ გახვიდეთ ღამე აი ამ ასე ვთქვათ დღევანდელ დღეს და შეხედოთ მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს და ყველა ქმნილებას თუ რაღაც სხვანაირი გამომეტყველება აწერიათ მათ. ანუ რაღაც გარკვეული სასოება და იმედი არის გამოსახული მათში. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ მაცხოვრის აღდგომას ყველა გრძნობს და ყველა სულიერი და უსულო ადამიანი და პირუტყვი და ყველა ქმნილება არის რაღაც განხარებული და ბედნიერი, იმიტომ რომ ეს არის დამადასტურებელი ბეჭედი იმისა, რომ ღმერთი მართლა არსებობს. მეორე სიხარული, მეორე გასაღები ეს არის ის, რომ ესე იგი ჭეშმარიტად არსებობს სულიერი სამყარო და რეალური და უკვდავი. ეს რას ნიშნავს ჩემო ძვირფასებო? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ღმერთმა შექმნა უხილავი და ხილული სამყარო. უხილავი სამყარო ეს არის ანგელოზობრივი სამყარო, ანუ ის დასი, და ჩვენი თვალები ვერ ხედავენ და საცა ჩვენი გარდაცვალებული სულები, ჩვენი ახლობლების გარდაცვალებული სულები, ასე ვთქვათ, არიან განსვენებაში. და პირველ რიგში მე მინდა ვანუგეშო შავებით შემოსული ადამიანები, ვისაც გარკვეული სარწმუნოება გააჩნიათ, მაგრამ აი ამ ცისქვეშეთში, ამ სოფელში მაინც გარკვეულად წუხარებაში არიან. მაინც გარკვეულად ადამიანები არიან და ტირიან და გლოვობენ. პირველ რიგში ქრისტე აღდგა ჩვენი მიცვალებულით და დასაბამი იქნა ყოველთა შესვენებულთა ჩემო ძვირფასებო. ანუ შავოსანო დედებო და დებო, ნუ გეშინიათ, არსებობს უხილავი მიღმა სამყარო, საცა მაცხოვარი აღდგა, ამაღლდა და მჯდომარე არის მარჯვენით მამისა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აიტაცებს მარჯვენით მამისა. და თუ ჩვენ, მე და თქვენ კარგად ვილოცებთ, ეს გასაღები გააღებს იმ საიდუმლოებას, რომელიც საიდუმლოებას დიდი ხანია თქვენ გულში არის გარკვეულად ჩაკირული და ვიცი რომ თქვენ ხანდახან დაბრკოლებულები ხართ, მე კი ვერ მეუბნევით, იმიტომ რომ თქვენიათ, მაგრამ ხანდახან კი არა ხშირად ხართ რაღაცნაირად დაღვრემილები და ასე ვთქვათ, ხანდახან მერყეოთ, ნეტა მართლა არსებობს თუ არა ის ქვეყანა. მე ხო არ მინახია იქიდან არავინ დაბრუნებული, მაგრამ დამერწმუნე ჩემო ძვირფასებო, რომ დღევანდელი დღე ზუსტად არის ის უთხოვარი გასაღები აი ამ საიდუმლოისი, რომ მართლა არსებობს უხილავი სამყარო და მაცხოვარიც იმიტომ ამაღლდა და იმიტომ აღდგა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საჭიროებდა ამას. ზოგიერთი თქვენთაგანი შედარებით ეგოისტი იკითხავს, რომ ხომ კარგი იქნებოდა, რომ აღდგომილი მაცხოვარი დარჩენილიყო დედამიწაზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ უკეთესია მისი აღდგომა. უკეთესია და რატომ? იმიტომ რომ მანამ ის განკაცდებოდა, ჯვარს ეცმებოდა და ამაღლებოდა, მანამდე მილიარდობით ადამიანის სული იტანჯებოდა ჯოჯოხეთში და ელოდებოდა გამოხსნას. და მაცხოვრის განკაცებამ, ჯვარსმამ და აღდგომამ გამოიხსნა იმ ადამიანის სულები ძველი აღთქმიდან, ვინც ელოდებოდა განკაცებული ღმერთის მოსვლას. ნახეთ რამხელა წყალობა და სიკეთეა და ამაზე წერია პეტრე მოციქულის ეპისტოლეში, რომ ქრისტე ჩავიდა ადამიანური ბუნებით ჯოჯოხეთში და იქიდან უამრავი ადამიანის სული ვისი ამოყვანას კი შეიძლებოდა ყველა ამოიყვანა, ვინც რა თქმა უნდა ამისი სურვილით იყო გამშვალული და ელოდებოდა განკაცებული ღმერთის მოსვლას. ანუ ინუგეშეთ თავი ჩემო კარგებო, ღმერთი ასე ვთქვათ ამაღლდა უხილავ სამყაროში და იქ აიყვანს და აყავს ყველა იმ ადამიანის სულები, ვინც არის მართლმადიდებელი და ვისაც ჭირისუფალი ყავს ამ ქვეყანაზე. შეიძლება ისინი არ იყვნენ დიდი მორწმუნეები, შეიძლება დიდი მართლმადიდებლები არ იყვნენ, მაგრამ თუ კი ისინი ათელღებულები იყვნენ ერთარსება სამპიროვანი ღმერთის სახელზე, ღმერთი ჩვენი თხოვნით, ჩვენი გოდებით მათ სულებს გამოიხსნის და აი ეს ნუგეში და ეს წყალობა მიიღეთ თქვენ დღეს. მესამე ეს არის ესე იგი სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია. ნახეთ რა სიტყვებია ჩემო ძვირფასებო, ანუ სიკვდილითა სიკვდილი დაიდრგუნა. სად არის სიკვდილო საწრეტელი შენი?
ანუ დაემხო სიკვდილი ჩემო ძვირფასებო მაცხოვრის აღდგომით. ბედნიერი იყო სიკვდილი 3 დღე. ბედნიერი იყო მაცხოვრის აღდგომამდე. მას ეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა, ადამიანი მის ხელში, ადამიანი ცოცხლობს რამოდენიმე ათეული წელი და შემდგომში მიტაცებულია მისი სული ჯოჯოხეთში. მაგრამ ნურას უკაცრავად ღმერთი მოვიდა, ევნო და სიკვდილითა სიკვდილი დაამხო და წაართვა თავარი იარაღი, ასე თქვათ, ეშმაკს და ის არაბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ადამიანმა შეიმოსა დაცემის შემდეგ. კარგად დაემახსოვრდეთ ღმერთს, სიკვდილი არ შეუქმნია, სიკვდილი არის ნაყოფი ცოდვისა. როგორც კი ადამიანმა შესწოდა, დააშავა და განეშოდა ღმერთს, მაშინვე გაჩნდა სიკვდილი და სიკვდილის ღმერთმა თავიდანვე მისცა, ასე თქვათ, არა, ასე თქვათ, ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ მას თავიდანვე უსჯულო მდგომარეობაში ჩააყენდა. რატომ? შესწოდა ადამა და ევამ და მოკვდა აბელი. მაშინვე რომ მომკვდარიყო ევა და ადამი, სიკვდილი სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ღმერთმა არ მისცა საფუძველი სამართლისა სიკვდილს და უსამართლოდ მოკვდა ჯერ აბელი, მართლის სისხლი და სიმბოლო განკაცებული მაცხოვრისა. ანუ რაც უსამართლობაზე არის დაფუძნებული, მას მომავალი არ აქვს და სიკვდილს არ ქონდა სამართალი, სამართლებრივი საფუძველი და აქედან გამომდინარე სიკვდილის საწრეტელი იქნა წართმეული და განკაცებულმა ღმერთმა დაამარცხა სიკვდილი და სიკვდილმა თეთრი ფერი მიიღო. ანუ ის იყო მანამდე შავი, უკუნეთი, გენა, ბნელი, ტარტაროზი და მაცხოვრის განკაცების და ამაღლების დაღდგომის შემდეგ გიხაროდნენ ჩემო ძვირფასებო, სიკვდილი დამხობილია და თუ შენ გწამს განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე, შენ არ მოკვდები, შენ გაცოცხლდები, როგორც დღევანდელ იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში წავეკითხეთ, რომ ხალხი, რომელიც ბნელსა შინა იჯდა, ნათელი მიიღეს მას და მიეცათ ხელმწიფება ღვთისშვილებად გახდომისა. ეს არის ყველაზე აღმატებული. იმიტომაც იკითხება, მე ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, რატო რა შუაშია აღდგომის ღამეს იოანეს პირველი თავის წაკითხვა. იმ შუაშია ჩემო ძვირფასებო, რომ განკაცებულმა ღმერთმა ადამიანი დასაჯა, ნუ ღმერთმა ადამიანი გამოაძევა 60-დან და ადამიანმა დაკარგა თავისი საბოძვარი ძეობილობა, ანუ შვილობა ღმერთის. ძე ღმერთმა თავისი განკაცებით დაცემულ ადამიანს აღუდგინა შვილობა, ანუ ის იშვილა მადლით. ბუნებრივი შვილი მამა ღმერთის არის იესო ქრისტე, ხოლო მადლითი შვილი ეს არის განკაცებული ღმერთი და ყველა ჩვენთაგანი, ყველა მართლმადიდებელი ვართ მადლით შვილები ღმერთის და ჩვენ უკვე სიკვდილის აღარ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ თქვენ ძალიან ხშირად მოდიხართ და აცხადებთ, რომ აი მე სიზმარი მქონდა, ხილვა მქონდა, მეშინია, ვაიმე, ბაბუა გამომეცხადა, პაპა გამომეცხადა, წამიყვანს და ასე შემდეგ. ვერ წაგიყვანს ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ამისული არ გექნებათ. უფალი არ დაუშვებს მაგას. თქვენ თუ იქნებით სრულ სარწმუნოებაში, აი ამ შემთხვევაში ექნება ხელმწიფება თქვენს სიკვდილს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ განხარდა ყოველგვარი არასწორი ცოდნა და დღეს ღმერთმა ჩვენ თვალები აგვიხვილა. და მეხუთე, ესე იგი, ქრისტე აღდგა და ყველა ცხოვრებისეული სიძნელე გადაჭრილია. კარგად დაუკვირდეთ ჩემო ძვირფასებო, ყოველგვარი ცხოვრებისეული სიძნელე გადაჭრილია. არა რომელიმე პარტიით, კოალიციით, თქვათ მოძრაობით, ან თქვათ ასოციაციით და თქვათ რაღაც გარკვეული მიმდევრობებით, არამედ მაცხოვრის აღდგომით ყოველგვარი პრობლემა არის გადაჭრილი და რატომ? თუ შენი მთავარი პრობლემა არის ცხონება, გადაჭრილია, დამარცხებულია სიკვდილი და ნუღა გეშინია, ნუღა ცხვირჩამოშვებული, რომ შენ ცხონდები თუ იქნები მაცხოვართან, მაგრამ თუ შენ გონია რომ გაცხონებს რომელიმე იდეოლოგია, რომელი პიროვნება, რომელიმე ლიდერი და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი მათ სახელებს, მაშინ შენ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს ცხოვრებაში. მაგრამ ყველა პრობლემა გადაიჭრა დღევანდელ დღეს თუ შენ აღიარებ განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს. და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ დაკარგული ქონდა შვილობა და ღმერთმა დაგვიბრუნა ის. მეექვსე, ეს არის ქრისტიანთა ყველა სასოება გამართლებულია. კარგად დაუკვირდეთ, ყველა სასოება და არა ოცნება. არ იფიქროთ, რომ მე რაღაც თქვათ იმ ოცნებაზე ვარ დამწყრალი. ნურას უკაცრავად ეკლესიურ სწავლებით ყოველგვარი ოცნება არის, ასე თქვათ, დამღუპელი. ანუ თუ შენ განკაცებული და აღდგომილი ქრისტე გწამს, ყველა შენი ოცნება აღსრულებულია. ოცნება რა, ასე თქვათ, იმედი. ყველა იმედი არის მართლმადიდებლური სასოება, რა თქმა უნდა, სარწმუნოები და სიყვარულით აღსავსე. ანუ თუ გწამს დღევანდელი დღე, შენი ასე თქვათ იმედი არის გამართლებული და შენი სასოება არის უკვე ჭეშმარიტი. ანუ თუ შენ
თავსაყვითილებაში ხარ და არაფრის სარგია ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ვიცი რომ ზის ტელევიზიასთან თქვა თან ქუჩაში, ღამის კლუბში, ბარში და ასე შემდეგ და ისინი პირიქით ჩვენ დაგვსინიან და შეიძლება ხითხითებენ და ამბობენ რომ რაით ვერ გაიგეს ამ ხალხმა რომ ღმერთი არ არსებობს და რა აღდგომა და რის აღდგომა რაც ქრისტე აღდგა იმის მე რამდენი უბედურება ხდება რამდენი ადამიანი კვდება რამდენი ახალგაზრდა ჭაბუკი და გოგონა არის გარდაცვლილი და წარმოვიდგინეთ ჩემო ძვირფასებო რომ ჩვენ რომ მართლა არ აქვს წამდეს მაცხოვრის აღდგომა რა უბედურები ვიქნებოდით ჩვენ მაშინ სადღა არის ჩვენი იმედი სადღა არის ჩვენი რწმენა სადღა არის ჩვენი სიყვარული მაშინ რა სასტიკი არსება ყოფილა იესო ქრისტე ერთარსება სამპიროვანი ღმერთი მაშინ ალაჰი ყოფილა ჭეშმარიტი მაშინ ბუდა ყოფილა ჭეშმარიტი მაშინ ზოროასტრი ყოფილა კონფუცი და ლაოზი და კიდე სხვა ვიღაცები იმიტომ რომ იქ არავითარ აღდგომაზე არ არის საუბარი ის უფრო მეცნიერება და ფილოსოფია ერთადერთი განკაცებული ქრისტეა აღდგომილი და მარტო ქრისტეს საფლავია ცარიელი დღეს ტელევიზია პრესა თუ კი სადმე რამე საინფორმაციო საშუალება იყო გადმოსცემდა ხოდ ერთ რამეს რომ ცეცხლი უნდა გადმოვიდეს ცეცხლი გადმოვიდა და ცეცხლი გადმოვა კიდევ მადლობა ღმერთს მაგრამ ხას გაუსავ ჩემო ძვირფასებო რომ თავარი არ არის ეს თავარი არის მაცხოვრის აღდგომა და დანარჩენი ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს მოგესალმებათ რომ 12 ასე თქვა დღესასწაული არსებობს და აღდგომა დგა ყველაზე მაღლა არის დისკო აღდგომა ანუ დღესასწაული და სხვა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს შობა ხარება მარიამობა ფერისვალება ყველაფერი ცეცხლი ნავთი და ყველაფერი ამის გარშემოა ჩემო კარგები კარგად დაიმახსოვრეთ და ძალიან გთხოვთ რომ ნუ ვიქნებით ფანატიკოსი ქრისტიანები და პირდაღებულები ნუ ვიქნებით და ნუ დავაცინინებთ ვიღაც ფარიციგნორებს და ფარისევლებს იმიტომ რომ ჩემი სარწმუნება მეტია ვიდრე ის რათა ტელევიზიით გადმოსცემენ მაგრამ დადგებად რომ ცეცხლი აღარ გადამოვა რა გვეშველება მე მაშინ წერია რომ ცეცხლი აღარ გადამოვა და მესამე საუკუნე ცეცხლი არ გადმოდიოდა როგორ ფიქრობთ პირველ საუკუნეში მეორე საუკუნეში და მესამე საუკუნეში პრობლემა ჰქონდათ რამე ქრისტიანებს რომ ეთერში არ უყურებდნენ ეს გადმოსვლა და თქვათ გაგებაში ცერკვესაც რა ხდებოდა ეკლესიაში ამ დროს რა თქმა უნდა არა ეს არის ნიშანი ურწმუნოებისთვის რომ სარწმუნოებაში ადამიანები გაძლიერდნენ ის კი არა პირველი ვინ მოუკიდებს და პირველი ვინ მიიტანს ეკლესიაში და მიკვირს ხოლმე მონაზვნების და ბერების ესეთი აცხვუტება რომ აი ვაიბე ჩქარა მე უნდა მოუკიდო პირველი და ასე შემდეგ რა ასეთი სარწმუნოება ღმერთს არ გააჩნია ჩემო და ვერ მოუკიდეთ თქვენ ვერ მოუკიდეთ რა გვაკლია რამე ჩემო კარგებო ცეცხლი არ მოიტანეს ახლა რა სულწმინდა არ გადმოვიდა ვერ გაზიარეთ ვერ ხალაგებ თუ რაშია საქმე ანუ სულ სხვა რამეშია სიხარული ჩემო კარგებო ანუ არ შეიძლება აღდგომაზე მეტი რამე ვიზეიმოთ ჩვენ დღეს არ შეიძლება ამაზე მეტი არაფერი არ არსებობს ჩემო კარგებო ხო ვინმე მარიქოს ეკო მე ცეცხლი ჩავაქრე და ახლა მაზიანებას ვაღიარებ არა უბრალოდ მეტია აღდგომა მეტია განკაცება მეტია ამაღლება მეტია ჯვარცმა და ყველაფერი როგორც გითხარით ამის გარშემო ტრიალებს და მეშვიდე ყველა სიძნელე გადაჭრილია თავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი განცხადებულია წყდიადისა და მტანჯველის ჯაჭვები დახსნილია რამე თუ ქრისტე აღდგა და ჭეშმარიტად აღდგა ჩემო კარგებო ღმერთმა გაგახაროთ ჩემი თხოვნა იქნება რომ ნუ მიატოვებთ ეკლესიას წყინვალე შვიდეული არ არის ქეიფის და ღრეობის ეს მადლი რომელიც თქვენ 40 დღის განმავლობაში ასე თქვა მოიხვეჭეთ გთხოვთ რომ ნუ დაკარგავთ ამას ნუ მიატოვებთ ეკლესიას კვლავ ვიარეთ ეკლესიაში კვლავ საჭიროა აღსარება კვლავ საჭიროა ზიარება კვლავ საჭიროა ლოცვა სიყვარული და ყოველივე ის რაც ჩვენ აქამდე ვქადაგებდით და კვლავაც ვიქადაგებთ ყველა ძალიან მიყვარხართ ყველა ძალიან უყვარვართ ღმერთს და ღმერთის სიყვარულია და იმიტომაც აღდგა ქრისტე აღდგა